მოგესალმებით. ეს არის ჩვენი მესამე გაკვეთილი. Present simple tense. აწმყო მარტივი დრო, აწმყო განუსაზღვრელი დრო. Introduction. დავიწყოთ პირდაპირ. The present simple tense is one of the most important tenses in English. აწმყო მარტივი დრო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დროებიდან ინგლისურში. ეხლა როდის ვიყენებთ we use the present simple to talk about. ჩვენ ვიყენებთ აწმყო მარტივ დროს, რომ ვისაუბროთ habits, ჩვევები, daily routines, ყოველდღიური რუტინა, facts, ფაქტები, general truth, ზოგადი ჭეშმარიტების დროს, likes and dislikes, რაღაცა როცა მოგწონს, არ მოგწონს, აი ზოგადად მომწონს, აი მე მომწონს, ეს გუნდი მე ეს მომწონს, მე არ მომწონს, ცივი ყავა ვთქვათ, ან რაღაც permanent situations. მუდმივი სიტუაციები, schedules and timetables. Schedule timetables არის ორივე იგივე განრიგი დრო, განრიგი და ცხრილი, ცხრილი განრიგი ორივე შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს სინონიმები. ოღონდ ეს იგულისხმება მომავალზე შეგვიძლია ვიხმაროთ, ვთქვათ. ვთქვათ, გვაქვს ავტობუსი მოდის 3 საათზე. ეხლა არის 2 საათი. მე ვხმარო present simple. მომავალია, მაგრამ present simple ვხმარო. რადგან ეს არის დროის, ეს არის ცხრილი და განრიგი დადგენილი. ამასთან სათითაოდ ყველა წესს ჩავშლით დაბლა. Present simple usually answers questions. აწმყო მარტივი დრო ჩვეულების ამოიბრა. პასუხობს შეკითხვებს. What do you do every day? რას აკეთებ? What happens regularly? რა ხდება რეგულარულად? What is generally true? What არის ზოგადად true სიმართლე ჭეშმარიტება examples მაგალითები I drink coffee every morning ყოველდღე სვამ ყავას she goes to school every day სკოლაში დადის ყოველდღე the earth goes around the sun დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო we don't know that exactly ზუსტად არ ვიცით but მაგრამ ნახეთ the earth goes around the sun ეს არის ფაქტი, ხომ? ანუ მეცნიერული ფაქტი არის ეს. We live in Georgia. ჩვენ ცხოვრობ ჯორჯიაში, საქართველოში. ხო? Conjugations of the present simple. ეს არის conjugations არის ბრუნვა, აწმყო მარტივი დროის. Conjugation means changing the verb according to the subject. Conjugation ანუ ბრუნვა ნიშნავს შევცვალოთ ზმნა ქვემდებარის მიხედვით, according to არის მიხედვით. Let's use the verb work. მოდით გამოვიყენოთ ზმნა work. ეხლა ყველა სახელობი, ყველა პირთან ვიხმარებთ ზმნა works და ვაბრუნებთ მოკლედ. ყველასთან აბსოლუტურად. I work, you work, he works, she works, it works. ანუ მხოლოდ მესამე პირში ზმნას დაემატა ესე. We work, they work. ეს ჩვენ მუშაობთ, ისინი მუშაობენ. ნახეთ, ანუ I-სთან, you-სთან, we-სთან და they-სთან, ანუ მრავლობითში, პირველ პირში, მეორე პირში და მრავლობითში ზმნა რჩება საწყის ფორმაში. მესამე პირის მხოლობითში ოღონდ ზმნას ემატება ესე, his-თან, she-სთან და it-თან. და რა თქმა უნდა, his მაგივრად შეიძლება Jackie იყოს, Jake, she's მაგივრად Jane. ხო, it-ს მაგივრად a cat, dog. Something. The rule. წესი. Only he, she and it are different. მხოლოდ he, she, it არის განსხვავებული. For he, she, and it ამათთვის we usually add s. ჩვენ ჩვეულებრივ ვამატებთ s. ეხლა სათითაოდ არის ყველასთან ნაბრუნები. Each person separately. თითოეული პირი ცალ-ცალკე. I work. I study, I play football, I read books. Rule, I use the basic form of the verb. I-ს შემდეგ გამოვიყენეთ ძირითადი ფორმა ზმნის, ანუ საწყისი ფორმა. I-სთან ესე იგი წავიდა ზმნა საწყის ფორმაში. ნახეთ, მარტო ზმნაც თქვა და შემდეგ დამატებაც მოაყვა, ანუ მთლიანი წინადადება. I work-აც მთლიანი წინადადებაა, მაგრამ ზმნას შემდეგ კიდე მოყვა რაღაც.
Use-თან ახლა. You work, you study, you play football, you read books, rule after you use the basic form of the verb. ანუ you შემდეგაც გამოიყენე საწყისი ძირითადი ფორმა ზმნის. He works, he studies, he plays football, he reads books. ხო, his-თან ზმნას დაემატა s. After he usually add s. Or es. S-იანი yes, s spellings შემდეგ ქვემოთ გავიხსენეთ რატო როდის s-ი, როდის es-ი, როდის es-იც არის, ანუ y იცვლება i-ი ემატება es. She works, she studies, აქ მაგალითად, ხო? She plays football, she reads books. That's s-ი. She's შემდეგ ჩვეულებრივ გამოიყენეთ s-იო და or es-ი ან es-ი ნახეთ studies-ზე. როდესაც უნდა თავდება y-ზე და მის წინ არის თანხმოვანი y იცვლება i-ი და ემატება es. It works. It-თანაც დაემატა ზმნას s. It studies, it plays music, it rains, rule after it usually add s or es. We-თან ჩვენ we work, we study, we play football. We read books, rule after we use the basic form of the verb. They work, they study, they play football, they read books, rule after they use the basic form of the verb. კარგი. ოქროს წესიო. I-სთან ჩვეულებრივ ზმნაო მარტო ანუ საწყისი ფორმა იგულისხმება. You-სტანაც მარტო ზმნა, we-სტანაც მარტო ზმნა, they-სტანაც მარტო ზმნა. His-თან, she's-თან და it-თან გამატე s-იო. Examples, I play. ანუ ზმნას არაფერი დაემატა. You-სტანაც არაფერი დაემატა play. We-სტანაც არაფერი დაემატა. They-სტანაც არაფერი დაემატა. მხოლოდ his-თან, she's-თან და it-თან plays is s. ეხლა განვიხილოთ წესები, როდის მოყარმა, არ ინგლისურში არის 12 დრო. და კიდე კონდიშნალები, პირობით წინადადებები. ანუ გაიგე ახლა რომელი უნდა გამოიყენო, ხო? ამიტომ უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წესების სწავლას, რა არის მე უნდა გამოიყენო. მაგალითად, მე ვსაუბრობ 3 საათია, ეს სხვა დროში ჯდება და მე ვსაუბრობ 3 საათი, მე ვსაუბრობ ეს სხვა დროში ჯდება. ეს არის present continuous-ი და ეს არის present perfect continuous-ი, რადგან დროც და ხანგრძლივობა დავაკონკრეტე. მოკლედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წესებს ამ დროს რა. და ანუ ინგლისურში ძირითადად ყველაზე რთული არის ხოლმე დროების გარჩევა. რომელი დრო გამოიყენო, როდის საუბრისას, როდესაც გადადიხარ, ანუ შეიძლება უკვე კარგად იცი ენა, მაგრამ როდესაც საუბარს იწყებ, ჩათვალე ახლიდან იდგავ ფეხს ისევ. იმიტომ რომ საუბარი ცოტა რთული არის. ამიტომ უნდა ბევრი კითხვა, მოსმენა, ყური სწავლობს ლაპარაკს. და თვალი სწავლობს გრამატიკას სიტყვებს. კარგი, წესი use one. Daily პირველი გამოყენება, daily routines, ყოველდღიური რუტინა. We use the present simple for things we do regularly. ჩვენ ვიყენებთ present simples რაღაცებისთვის, რომელსაც ვაკეთებთ რეგულარულად. Examples, I wake up at 7 o'clock every day. მე ვიღვიძებ 7 საათზე ყოველ დღე. ეს ყოველ დღე ხდება, ეს არის ჩემი რუტინა და ამიტომ ვждდება present simple-ში. I use the present simple because waking up at 7 o'clock is my daily routine. რადგან არის ჩემი ყოველდღიური რუტინაო. She drinks coffee every morning. ის სვამს ყავას ყოველდღიურად. წესი. I use the present simple. მე გამოვიყენე present simple-ი, რადგან დალევა ყოველდღიურად არის is a regular habit. ჩვევა არის რეგულარული. They go to school every weekday. ყველა სამუშაო დღეებში ან ორ შაბათს პარასკევამდე weekday მაგას ნიშნავს დადიან სკოლაში. ესე არის. მე გამოვიყენე present simple, რადგან it is a repeated action. ის არის განმეორებითი მოქმედება. მეორე გამოყენება, ფაქტები. We use the present simple for facts. ფაქტების დროს. The sun rises in the east. მზე ამოდის აღმოსავლეთში. ეს ხომ ფაქტია, გაიგუძებ დილით გაიგედავ აღმოსავლეთიდან ამოდის მზე. აი მაგალითად როგორ უნდა განვახსოვოთ ახლა present simple და present continuous ახლა ძალიან მთელი შემდეგ გაკვეთილები ჩვენ გვიგნება დროებზე, მაგრამ ეხლაც ვთქვათ the sun rises in the east. ეს არის მზე ამოდის ზოგადად ამოდის ეს არის ფაქტი აღმოსავლეთიდან, ხო? მაგრამ აი რო უთხრა შენ მეგობარს ვიღაცასთან და გახარ და look the sun is rising now. ნახე
მზე ეხლა ამოდის, ეს უკვე present continuous-ში ხდება. აი, მაგრამ რო თქვა, მაგალითად, მზე უკვე 15 წუთია ამოდის. The sun has been rising for 15 minutes. ხო 15 წუთია ამოდის მზე. აქ დრო დავაკონკრეტე. The sun has risen already. ხო, უკვე ამოვიდა, ეს უკვე სხვა დრო არის. მოკლედ 4 დროა. ანუ აწმყოში მოკლედ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა კონტექსტში ხმარობ. ზმნა ჯდება დროში ყოველთვის დაიმახსოვრეთ ხო ანუ ზმნას აქვს მნიშვნელობა verbs აქვს მნიშვნელობა რა კონტექსტში გინდა თქვა ის ზმნა და შემდეგ ძალიან მაგრად მარტივდება მე ეს წესებიც ამოგიტივდებათ ესეთი რაღაცა რომელიც უნდა დაიზეპირო და ისწავლო Rule I use the present simple because it is always true. მე გამოვიყენე present simple, რადგან ის ყოველთვის მართალია. Water boils at 100 degrees Celsius. წყალი დუღდება 100 გრადუსზე, ხო? ეს არის ფაქტი. დადგავ 100 გრადუსზე და ადუღდება. 0 გრადუსზე გაიყინება. I use the present simple because it is a scientific fact. რადგან მეცნიერული ფაქტია. The earth goes around the sun. დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო. ხო? ეს ფაქტია. ესე გვეუბნებიან. flat earth-ელებიც არიან ისე. მთელი დედამიწის ისე. საპორტერები. I use the present simple because it is always true. მე გამოვიყენე the present simple რადგან ის ყოველთვის მართალია, ესე არის, ხო? დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო. კარგი, მესამე გამორები general truth. ზოგადი ჭეშმარიტება. Birds fly, ჩიტები დაფრინავენ. Rule მე გამოვიყენე present simple რადგან ზოგადად it's generally true. ზოგადად მართალია. Dogs like bones. ძაღლებს მოსწონთ ძვლები. ანუ როდესაც ზოგადად საუბრობ რაღაცა სიმართლეზე, როგორც რაც არის, ხო? ამ დროს იყენე present simples. ძაღლები ყეფენ მაგალითად, კატაკნავის, ხო? რავი, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ესე შეიძლება თქვა, ჩიტები დაფრინავენ, თევზები ცურავენ, ანუ ეს ზოგადი ჭეშმარიტებაა, ხო? ამიტომ ყოველთვის იყენებ present simples, როცა ზოგადად საუბრობ შენც. მაგრამ აი შეგიძლია თქვა, ხო, ესეთი რაღაცა, რომ ძაღლები ყეფენ, ხო? Dogs სიტყვაზე bark, ყეფენ. მაგრამ შენ შეგიძლია ესე თქვა, რომ ძაღლები ეხლა ყეფენ სიტყვაზე. თუ გინდა თქვა, მაშინ იტყვი dogs are barking now. They like it's I'm fed up. El შემომივიდა, my neighbor's dog are always barking სიტყვაზე, ხო? Okay, and I use the present simple because it is generally true. გამოვიყენე ეს რადგან ზოგადად ჭეშმარიტება ეს მართალია. Children need love and care. ბავშვებს სჭირდებათ სიყვარული და ზრუნვა. ხო ეს ესე არის. I use the present simple because it's generally true. ზოგადად მართალია. ეგ მეუთხე likes and dislikes. ესათაც არის მოკლედ რა, მაგრამ ზოგადად როგორ შეიძლება წესიც არ იყოს ეს, ანუ შეიძლება არ ჩათვალო წესათაც ხო likes and dislikes. იგივე გამოდის, ანუ რომ ზოგადად ნათქვამია მაინც, ხო? I like pizza, I don't like pizza, ხო სიტყვაზე. I use the present simple because it expresses my preference. ის გამოხატავს ჩემს არჩევანს. და ამიტომ ჯდება present simple-ში. She loves music. მას მუსიკა უყვარს. I use the present simple because it expresses something she likes. ის გამოხატავს რაღაცას, რომელიც მას მოსწონს. He hates spiders. მას ობობები ზულს ეზიზღება. I use the present simple. მე გამოვიყენე present simple, რადგან ის გამოხატავს მის dislikes. არ მოწონებას მოგეთ. ეხლა permanent situation. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნახეთ, permanent situation. I live in Georgia. მე ვცხოვრობ საქართველოში. მაგრამ აი ნახეთ, but now I am living in Malta. მე ვცხოვრობ მალტაში. ეს მალტაში ცხოვრება, ჩემი მალტაში ცხოვრება არის დროებითი მოქმედება. ეს ჯდება present continuous-ში, განგრძობით დროში.
მაგრამ ზოგადად ანუ ჩემი ისა უпростоრად permanent situation, ანუ ჩემი მუდმივი სიტუაცია არის საქართველო. ხო? მე ვცხოვრობ საქართველოში. ამიტომ ვსვამ present simple-ში. I use the present simple because it describes where I live. ის გამოხატავს აღწერს სადაც მე ვცხოვრობ, ხო, describes. She works in a hospital. ის მუშაობს ჰოსპიტალში. აი ნახეთ, ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ she works in a hospital. ეს არის მისი მუდმივი სიტუაცია, მაგალითად because she is a nurse. მაგრამ შაბათკვირა და იხმარება ვიღაცას სიტყვაზე extra money თუ რა ვიცი, ჭირდება ხო დამატებით მუშაობს სადმე. But this week, or this weekend, she is working in a restaurant as a waiter. მაგრამ ის მუშაობს რესტორანში მიმტანად. ხო? She works in a hospital. ეს არის მუდმივი სიტუაცია, მაგრამ ეხლა რომ ამ შაბათკვირას სიტყვაზე მუშაობს მიმტანად, ეს უკვე present continuous-ია, იმიტომ რომ ის არის დროებითი მოქმედება. ანუ დროებითი მოქმედება ჯდება present continuous-ში, მუდმივი სიტუაცია, მუდმივი მდგომარეობა ჯდება present simple-ში. I use the present simple because it describes her job. ის აღწერს მის სამსახურს, ანუ მუდმივს. They own a large house. მათ საკუთრებაში აქვთ დიდი სახლი. ეს არის ქონა ყოლა, მოკლედ და ქონა ყოლა ჯდება I am having არ არის, am owning არ არის, მოკლედ რა. They own a large house. ეს მათ აქვთ დიდი სახლი, მოკლედ ეს მუდმივი სიტუაცია because I use the present simple because ownership is usually permanent. ანუ საკუთრება ჩვეულებისამებრ არის მუდმივი. ხო, რა ვიცი, ზოგისთვის არის, ზოგისთვის არა. კარგით, ეხლა გადავიდეთ. ანუ ეს იყო წესები, ძირითადი წესები. შეგიძლიათ შემდეგ აყვეთ, სწრაფად წვერმე. და შეგიძლიათ ზემოთ აყვეთ, შეგიძლიათ არა უნდა აყვეთ და სათითაოდ წეს ჩამოყვეთ თქვენ ნელ-ნელა განიხილოთ თქვენთვის. თქვენი დროით. Spelling rules, მართლწერის წესები. Most verbs, უმეტეს ზმნებს ემატება ეს. Work, play, read, eat. ნახეთ, დაემატა მხოლოდ ეს. ეხლა რა ხდება აქ? Play why. როდესაც ზმნა მთავრდება why-ზე და why-ის წინ არის ხმოვანი, მაშინ why რჩება და ეს ემატება მარტო. ნახეთ, play why-ის წინ არის a არის ხმოვანი, ხო? Vowel. ამიტომ დაემატა მარტო ეს. აქ რო იყოს თანხმოვანი, why შეიცვლებოდა it და დაემატებოდა es. ნახეთ ზმნები, რომლებიც მთავრდება s-ზე, double s-ზე, ორ s-ზე, ch, sh-ზე, ch-ზე, x-ზე, o-ზე. მესამე პირში, როდესაც უნდა დავამატოთ s-ი, ეს არ ვამატებ ds. ნახეთ watch. ch-ზე დამთავრდა, ხო? ამიტომ დაემატა es-ი. დაემატა es-ი. wash. h-ზე დამთავრდა, დაემატა ამიტომ es-ი. go. O-ზე დამთავრდა და დაემატა es. Fix, physics, მოკლედ. Consonant plus y. თანხმოვანს plus y. შეცვალე y to I es-ით. ანუ როდის. Study მთავრდება y-ზე. Y-ის წინ არის თანხმოვანი d. ამიტომ y იცვლება it და ემატება es-ი, მაგრამ ის წინ რო იყოს ხმოვანი ზემოთ ხომ მქონდა ჩვენ play. აგეთ play. Y-ზე დამთავრდა, მაგრამ ის წინ ხმოვანი იყო, ამიტომ დარჩა და ისე დაემატა es. ანუ carry carry-ის წინ არის არის თანხმოვანი და ამიტომ y შეიცვალა it დაემატა es. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. საუბარშიც შეიძლება pronunciation-ი ვერ ამერიკულად ვერ ჟღერდეს შენი საუბარი, მაგრამ ანუ სწორად უნდა ისაუბროთ გრამატიკულად. ყველა აქცენტი, ბევრნაირი აქცენტი არსებობს ინგლისურში და შეიძლება ვერაზროს 25 წელიწადი შეიძლება ინგლისურს სწავლობდე, მაგრამ ვერ დასვა იმათი აქცენტი. მაგრამ სწორად უნდა საუბრობდე და გრამატიკულად სწორად უნდა საუბრობდე. Cry, cry, y-ზე დამთავრდა, y-ის წინ არის თანხმოვანი, შეიცვალა y it და დაემატა es, იგივე არის try. ეხლა vowel, აი აღარ არის. ან vowels plus y, ხო? ანუ რადგანაც მის წინ არის ხმოვანი, y-ზე მთავრდება ზმნა, მაგრამ მის წინ არის ხმოვანი, y რჩება და დაემატება ჩვეულებრივ es. ნახე, play, plays, enjoy, stays, bye. მაგრამ ეს როდესაც გვაქვს მესამე პირი she და it, მესამე პირის მხოლობითი
მრავლობითში და იმაში ზმნა საწყის ფორმაშია, ხო? ნეგატივ სინთეზის. ახლა უარყოფით წინადადება. present simple-ში უარყოფით წინადადებას ვაწარმოებ ჩვენ do-ი და does-ით. Do not, does not. Examples. I do not work here. আমি არ მუშაობ აქ. მე გამოვიყენე don't-ი because the subject is I. ქვემდებარე არის I. You don't smoke. შენ არ ეწევი. You-სტანაც don't-ი არის. მე გამოვიყენე don't-ი, რადგან subject-ი არის you. We don't watch television. ჩვენ არ უყურებთ ტელევიზორს. წესი. მე გამოვიყენე don't because the subject is we. ნახეთ they don't live here. ისინი არ ცხოვრობენ აქ. ჩვენ გამოვიყენეთ, მე გამოვიყენე don't-ი, რადგან the subject-ი არის they, რადგან they არის. ანუ რა ხდება? I-სთან, you-სთან, we-სთან და they-სთან არის don't. Do not. მაგრამ she-სთან, his-სთან და it-თან არის doesn't. ანუ კითხვით და უარყოფითში ზმნას საწყის ფორმას უბრუნდება. ანუ she-სთან, his-სთან და it-თან ზმნას ესი ხო ემატებოდა ან yes-ი ან I-ესი. კითხვით და უარყოფით წინადადებაში ზმნას საწყის ფორმაშია ყველასთან აბსოლუტურად. ეხლა he doesn't work here. ხო ის არ მუშაობს აქ. მე გამოვიყენე I use doesn't because the subject is he. რადგან subject-ი არის ქვემდებარე არის he. The verb returns to its basic form. ზმნა ნახე უბრუნდება მის საწყის ძირითად ფორმას. She doesn't study French. ის არ სწავლობს ფრანგულს. I use doesn't because the subject is she. რადგან she არის the verb stays in the basic form. ზმნა რჩება საწყის ფორმაში. ანუ ესე იგი რა იყო ხო? ანუ უარყოფით წინადადებაში I-სთან, you-სთან, we-სთან და they-სთან, ანუ მრავლობითში არის do not და she-სთან, his-სთან და it-თან არის does not. ზმნა საწყის ფორმაშია ორივესთან. Questions. კითხვი წინადადებაში do და does-ი გადმოდის წინ, შემდეგ ქვემდებარე, შემდეგ ზმნა. ნახეთ, ანუ do subject verb. Does subject verb. Example. Do you play football? ნახეთ, do. You-სთან do გვაქვს და ამიტომ ხო? Play საწყის ფორმაში არის. Football. Do გადმოვიდა წინ. Do you play football? I use do because the subject is you. გამოვიყენე do რადგან you არისო. Do they live in London? ისინი ცხოვრობენ ლონდონში? I use do because the subject is they. ანუ they-სთანაც do არის და მაგიტომ ანუ კითხვი წინადადებაში do გადმოდის წინ. მაგრამ მესამე პირში does-ი გადმოვიდა წინ. ახლა does he work here? და თან ნახეთ ზმნა საწყის ფორმაში დარჩა. ძალიან მარტივია. კიცები წინადადებაში, თხრობი წინადადებაში ზმნას მესამე პირში ემატება es-ი ან I-es-ი. მაგრამ კითხვით და უარყოფით წინადადებაში ვიყენებთ do და does-ს, do-ს ვიყენებთ I-სთან, you-სთან, we-სთან, they-სთან, does ვიყენებთ his-თან, she-სთან, it-თან და ზმნა საწყის ფორმას უბრუნდება. ძალიან მარტივია. I use does because the subject is his. მოკლედ ეგრე არის რა. და she-სთანაც იგივეა. Does she study English and you გამოვიყენე ამიტომ common mistakes. ეხლა გავრცელებული შეცდომები. Wrong. He work every day. აი ნახეთ, he work every day. ის მუშაობს ყოველდღე. არა, he works. ესია საჭირო, იმიტომ რომ ზმნა საწყის ფორმა მოკლედ მტკიცებითი წინადადება მესამე პირია და ზმნა საწყის ფორმაში არა, მესამე პირში ესი ემატება. She goes to school. She goes to school. აუცილებელი არის. He doesn't work. ნახე, რადგანაც უარყოფითი წინადადება ზმნა საწყის ფორმას უნდა, ანუ ესი აღარ გჭირდება აქ. He doesn't work. ის არის სწორი. ეხლა does she studies English? არა. Does she study English? იმიტომ რომ კითხვითი წინადადება do და does-ი გადმოდის წინ, მაგრამ ზმნა საწყის ფორმას უბრუნდება. They plays football. არა, მესამე პირი კია, მაგრამ მრავლობითია მესამე პირის. მესამე პირის his-თან, she-სთან და it-თან არის მხოლოდ. ხო? They play football საწყის ფორმა უნდა. მოკლედ. გადავიდით, ანუ ეს არის მთლიანად ზემოთ ადით და მთლიანად ჩამოყევით და ნელ-ნელა გააკეთებთ. ძალიან მარტივი არის და კონსტრუქციაც ძალიან მარტივია. ეხლა სავარჯიშოები გავაკეთეთ. რამოდენიმეს გავაკეთებთ. 24 წუთი გავიდა უკვე.
Exercise 1. Complete with the correct form. Დაასრულეთ სწორი ზმნით, სწორი ფორმით, ანუ ზმნის ფორმით. ეხლა, აი ისთან რა ვთქვით, ზმნასაწყის ფორმაში ხო ჯდება? ანუ მე ვიტყვი ხოლმე, მაგრამ თქვენ დაწერეთ როეულში, აუცილებლად დაწერეთ. რასაც წერთ, ის ისწავლება. ანუ ამიტომ წერდა ხალხი. ამიტომ წერენ ყველაფერს, იმიტომ იწერება რაღაც, რომ როცა წერ, იმას უფრო მეტად იმახსოვრები და იმას აქვს ძალა. აუცილებლად უნდა დაწეროთ. არის ზოგი რო ზეპირად აკეთებს საურჯიშოებს, მაგრამ ზეპირად გაკეთებული საურჯიშოები აი 2%-ია ალბათ დამახსოვრების. და 98% არის დაწერის. I work. She studies. They რა იქნება აქ? Play. He ნახეთ CH-ზე მთავრდება. თან მესამე პირია. ტკიცებით წინადადება. He watches და წერტილი არ დაგავიწყდეთ ხომ თან. Full stop. an period ესე ქვია. He watches. We live. She goes. They read. დარჩა ხო საწყის ფორმაში. He CH-ზე არის დამთავრებული. Teaches. I drink. Eat. მესამე პირია. Rains. We enjoy. არა, მხოლობითი არის. სამრავლობითი არის we. She ნახეთ carry y-ზე დამთავრდა მის წინ თანხმოვანია, ესე იგი y შეიცვალა I, დაემატა es. She carries. He fixes. They wash. I walk. She cries. Y-ს წინ არის თანხმოვანი, Y-ზე დამთავრდა, Y-ს წინ არის თანხმოვანი, Y შეიცვალა I-ი და დაემატება es, cries. We play. დარჩება. He does. Does კეთებაც არის, ხო? O-ზე დამთავრდა და ამიტომ დაემატება es. They eat. Eat დარჩა. She writes. ნახეთ, იცრჩება და ეს ემატება მხოლოდ writes. ხლა exercise. აი და გავიდა მე ნეგატივ სენტენსში ამას გავაკეთებ. ეხლა I work in a bank. მე ვმუშაობ ბანკში. ეს არის მტკიცებითი წინადადება. ეხლა უარყოფითი გვინდა. ჩვენ უარყოფითი წინადადებას ვაწარმოებთ doesn't, an, do not. ხო? I do not work in a bank. I don't work in a bank. Oh, don't იქნება, do not. ეხლა he plays football. უარყოფითი წინადადებაში ნასხოს საწყის ფორმაში უბრუნდება. He does not play football. ანუ play უკვე. ოღონდ does not. She does not study. She doesn't study English. She doesn't study English. They do not live in Paris. We do not watch television every day. შეიძლება სწრაფად ვაკეთებ და ხელი შეგეშლებათ, ანუ გაკეთებიცას სწრაფად გიწევთ და ან გეუბნებით მე როგორ გაკეთოთ, მაგრამ ესე გააკეთეთ და სხვა საურჯიშოები ნახეთ და ის გააკეთეთ თქვენ თვითონ. ეს ზოგადად მასწავლებელი როცა გააკეთებს ატარებს, ის ყველაფერი უნდა გაკეთდეს იქ. ის საურჯიშოები ყველაფერი ჯობია იქ გაკეთდეს და ის გაკეთებული ახლიდან გააკეთონ ბავშვებთან და შემდეგ გააკეთონ დამოუკიდებლად სხვა გაკვეთილები, ის სხვა საურჯიშოები. ეს ნაცადი ხერხი არის ძალიან ბევრი წლების. We do not watch television every day. He, რადგან he გვაქვს, he does not, ანუ doesn't drink. Drink. უკვე k, ესე აღარ უნდა, coffee. He doesn't drink coffee. He doesn't teach children
does not. I do not walk to school. They do not read newspaper. We do not play basketball. He doesn't go. Go. Yes, emotions. კითხვის და უარყოფითი ზმნასაწყის ფორმას უბრუნდება basic form of the verb. He doesn't go to work early. She does not write stories. I do not enjoy swimming. They do not eat meat. We do not visit museums. I make questions. კითხვი წინადადებაში do და does-ი გადმოდის წინ. ესე იგი კითხვა როგორ დაისმევა? Do you play football? და კითხვის ნიშანი. ეს კითხვები წინადება მესამე პირია. კომ? შეგვიძლია და გავალოთ კიდევაც. He works in a hospital. He კითხვა უნდა დავსვათ, ხომ? Does he work in a hospital? Hospital. როდესაც ამბობთ ეს ნაცვლად. Does he work in a hospital? ანუ კითხვი წინადადებაში does-ი გადმოვიდა წინ და ზმნა საწყის ფორმას დაუბრუნდა. Does he work in a hospital? Question mark და კითხვით ნიშანი. Do they study English? Do they study English? Do they study English? Question mark. Eglanahet lives. Does she live in London? Does she live in London? Do we watch television? Does he teach mathematics? Do they read books? Does she drink coffee? Do you enjoy music? What's going on? Does he go to school? Do they eat breakfast? Does she write letters? Do we play tennis? Does he drive a car? Drive. ბევრჯერ გავიმეორე, მაგრამ საჭიროა. მოკლედ კითხვიჩი და უარყოფით წინადადებაში ზმნა საწყის ფორმას უბრუნდება. Do they work here? ეხლა აქ უნდა შეაწყვეტოთ საუბარი. თქვენ თვითონ გააკეთეთ ეს. რაც მეტჯერ გააკეთებთ ერთი და იგივე სავარჯიშოს, repetition makes perfect. ანუ ხდის სრულყოფილს repetition. უკეთესი იქნება რა. წაიკითხეთ ადაპტირებული წიგნები, ძალიან მარტივი წიგნები, მოусმინეთ ინგლისურს. ბევრი ყური სწავლობს ლაპარაკს. თვალი გრამატიკას და სიტყვებს. ამას ჩავყვები რომ შეხედოთ და როგორ გააკეთოთ. მეოთხე სავარჯიში უნდა გააკეთოთ correct the mistakes. შეასწოროთ შეცდომები. შეცდომები აქ რა არის? He works every day. He works every day. ხო, ეს იჭირდება. She goes to school, ხო? They play football, და არა plays. იმიტომ რომ მესამე პირის მრავალობითია. აი, ჩავყვები ესე და როეულში გადაიტანეთ აუცილებლად. ამ გაკვეთილებს თუ მიყვებით, ინგლისურს იმ დონეზე მაინც მიხვალთ, რომ გეცოდინებათ როგორ უნდა ისწავლოთ ენა. ენას სწავლობთ თქვენ, არა ენას სწავლობთ თქვენ. ვერავინ ვერ გასწავლით, თქვენ თვითონ სწავლობთ. უბრალოდ ჭირდებათ სწორი მიდგომები, თუ რომ მიხვდეთ როგორ უნდა ისწავლოთ ენა. მასწავლებელს მიყავს მოსწავლე იმ დონემდე, რომ თვითონ დაჯდეს და თვითონ ისწავლოს ის ენა. ვერავინ ვერ გისწავლის თქვენს მაგივრად. 15 საათი შეიძლება იჯდე და იმეცადინოთ. უნდა 10 საათი.
5 საათი, 2 საათი, რავი, რამდენი ხანი შეგიძლიათ, ვისაც რა დონეზე უნდა ისწავლოს. და რამდენი ხანში კიდე მოკლე პერიოდში უნდა ზოგს ბევრი უნდა იმეცადინო. კითხვა ყველაზე მნიშვნელოვანია ეს. ოღონდ კითხვა როგორ თვალს ადევნებ და თან უსმენ. არის ესეთი ძალიან ბევრი YouTube-ზე ესეთი ვიდეოები. მეც დავიწყებ სავარაუდოდ დროს ამიქნება ამის დადებას, ანუ ამბავი და ტექსტი არის შენ თვალს ადევნებ. ანუ აქ უნდა გავაკეთოთ write complete sentences. დაწერე სრული წინადადება, complete ზეცერთავის სახელიც არის სრული წინადადებებს ნიშნავს. Use the verbs make present simple sentences. გამოიყენე ეს სიტყვები, რომ რათა დაწერო present simple წინადადებები. ესე იგი, he plays football. ხო, she studies English და შემდეგ გამოჩამოყვებით. როგორ უნდა შეასწოროთ? რავი, შეიძლება კომენტარებში დაწერეთ სიტყვას რაღაც თუ ისეთი კითხვა გაგიშვათ ვერ გაიგეთ. რავი, 3 subscriber-ი მყავს. და როცა დაიმატებით, ნახავთ ამას, რა ვიცი. Homework, იმიტომ რომ ვიცი, რომ ეს გაკვეთილები, ეს ვიდეოები, ამ ვიდეოზე ძალიან ბევრი ნახვები ექნება, რომ როცა მიხვდებიან და გაკვეთილები დაიდება, და ამ გაკვეთილებში 300, 250 და 400 ლარს იხდიან, და რომ ნახავენ, რომ ეს არის უფასოდ და შეიძლება უფრო მეტად დახვეწილი შემდეგ, ცოტა მეტი დრო მექნება, ხო, მე ძალიან ბევრი ნახვა ექნება, ვიცი. და შედეგს გამო ანუ როდესაც იცი რომ იმ რაღაცა შედეგი მოყვა, როცა გააკეთებ რაღაცას და შედეგს დაინახავ, შემდეგ ეხლა ვიცი რომ იმას გააკეთებ, არაფერს არ ვითხოვე აქ სხვას. ურო ნახეთ და გამოგადგებათ. საშინაო დავალება write 20 sentences about your daily routines. დაწერეთ 20 წინადადება თქვენი ყოველდღიური რუტინის შესახებ. გამოიყენეთ present simple in every sentence. present simple ყველა წინადადებაში. I მაგალითად I wake up at 7 o'clock. დაწერა 8 o'clock, რავი, 6 o'clock if you wake up that. და რაღაც მე რას აკეთებ და eat breakfast, go to school, study. რაღაც ეს ვარიანტი და ძალიან ოქრო წესია. I-სთან ყველაზე მნიშვნელოვანი. კიცები წინადადებაში, თხრობი წინადადებაში, positive sentence-ში, affirmative sentence-ში. I-სთან არის მონასაწყის ფორმაში, you-სთან არის საწყის ფორმაში, we-სთან არის საწყის ფორმაში, they-სთან არის საწყის ფორმაში. მხოლოდ მესამე პირში, მხოლობით რიცხვში ზმნას ემატება ესი. Yes-ი ან I-ესი, ხო? დაიმახსოვრეთ ეს წესი და present simple will become easier. კარგით. დროებით.